მოგესალმებით თელ თქვენთან სულღმისი მადლობა იმის რომ გამოწერილ ჩემი არხი იმის რომ ალაიქებთ და აკომენტარებთ ვინც ამიტომ გაგრძნობით მე ვარ კატო შეგახსენებთ რომ პირადი დიაგნოსტიკაში და მომწაროთ პირად შეწყობინებაში გასაგზავნეთ ტელეგრამში და ასევე გეტყვით რომ არის ტელეგრამ ჯგუფი სადაც საკმაოდ საინტერესო ინფორმაციას მიიღებთ ასევე იდება ყოველი დღის ენერგიები ისე რომ შეგიძლიათ გადმოხვიდეთ ტელეგრამ ჯგუფზე კატო კრემით და დაემატოთ ჯგუფს არაფერი არ არის ჩაულებროთ უბრალოდ შეგიძლიათ ნებისმიერ დროს წაიკითხოთ თქვენთვის საჭირო ინფორმაცია მენიშნებები სამყაროსგან თუნდაც ნუმერაციის მიხედვით რაც შეეხება დღევანდელ გაშლას ვფიქრობ რომ გავაკეთო ისეთი გამოწერილი მაქვს და მოდით თქვენთან ერთად ავარჩიოთ რას ფიქრობს პარტნიორი თქვენს ურთიერთობაზე? თუნდაც. რას ფიქრობს პარტნიორი თქვენს ურთიერთობაზე? ნახოთ, რა ურთიერთობა მოვა სასაუბროთ. და იმის მიხედვით მე რას ფიქრობს ეს ადამიანი თქვენს ურთიერთობასთან დაკავშირებით. რა ურთიერთობა ახლა ამეტყავს? აქ ურთიერთობა ცოტა რთულად არის. რაღაცა შიშების მომენტი გვაქვს ის მომენტი, როდესაც არ ვიცით რა იქნება, როგორ გაგრძელდება, რა განვითარება უნდა გქონდეს. თითქოს რაღაცა მე ხედავ აქ სინანულის მომენტიც არის დაკარგულ დროსთან დაკავშირებით. რა ურთიერთობა? ურთიერთობა ასკარად ასე ვთქვათ არის უფრო ვიღაცისთვის შეიძლება პაუზაზე გასული, ვიღაცისთვის შეიძლება რაღაცა დასრულებისკენ წასული და შესაბამისად აი ეს მომენტი იმიტომ არის რომ სინანულის გრძნობას მაგიდან მიგრძნობა. რა ურთიერთობაა? კონფლიქტური ურთიერთობა, სადაც აშკარად ვერ ჩამოვყალიბდით ერთ ურთიერთ შეთანხმება ვერ შედგა, ხო? ეს არის ურთიერთობა, სადაც გადაწყვეტილება, თუნდაც ნახეთ შიშებს მდგომარეობა, გადაწყვეტილება ვერ მივიღე, რაღაცა ვერ მივიღებ, ანუ პასუხისმგებლობები ვერ ავიღეთ ურთიერთობაზე, ხო? აშკარად ცოტა ესეთი ძიმე ენერგიები. აქ წასული ურთიერთობა არის უკვე, ახლა ვიღაცისთვის შეიძლება რაღაც მომენტში პაუზაზე გასვლის მდგომარეობაც იყოს, მაგრამ ნახეთ როგორი მომენტია, არის პაუზა, როდესაც ადამიანები უბრალოდ გადიან, იმიტომ რომ შეცვალონ სიტუაცია, ხო? ანუ მიიღონ გადაწყვეტილება როგორ გააგრძელონ ან უბრალოდ პაუზაზე, იმიტომ რომ ჩამოყალიბონ, თქვათ, ბინის პრობლემა მოაგვარონ, იქ რაღაცა საკითხები, რომელიც მერე, თქვათ, სხვა საფეხურზე გადაიყვანს ურთიერთობას, მაგრამ აქ აი პაუზაზე რომ იყოს გასული ურთიერთობა, სამწუხაროდ მაინც ისეთ იმიტომ გავედით პაუზაზე, რომ საბოლოო ჯამში ესე პირდაპირ თქმა წავედი, შეიძლება უფრო მტკივნეული ყოფილიყო და ამიტომ რაღაცა ესე ჯობია, როცა მსუბუქად მივიღოთ, ხო, რაღაცა დროებით ის თემა და მე ეს დროებითი სამუდამოში, როდესაც გადადის. აი ესეთი ურთიერთობა არის ეხლა აქ მოსული. თან ისეთი მომენტი კარგი, რას ფიქრობს ეს ადამიანი ურთიერთობასთან დაკავშირებით? რას ფიქრობთ თქვენთან ურთიერთობასთან დაკავშირებით ეს ადამიანი? რომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. როგორიც არ უნდა იყოს, რანაირიც არ უნდა იყოს. თუ უკვე წასული ადამიანი, ხო, და უკვე დაალაგდა ისე სიტუაცია, რომ მიიღო ეს გადაწყვეტილება, ხო? ანუ აქ რას ფიქრობს, რომ ეს არის გადაწყვეტილება,
რომელთან მიმართებაშიც ნახეთ ვერ მიიღო რა უნდა გაიკეთებინა არ იცოდა. ნუ ახლა აქ თუ თქვენ ყველას აქ თავისი სხვადასხვა წინაპირობა ხო ურთიერთობის ვიღაცისთვის სამკუთხედია ვიღაცისთვის შეიძლება კონკრეტული ქალბატონი ან მამაკაცი არ იყოს მაგრამ ოჯახია ვიღაცისთვის სამსახური კარიერის მომენტია ხო ვიღაცისთვის რაღაც ფინანსური პრობლემებია რომელთაც ანუ არ იცის როგორ უნდა მოაგვაროს რომ მე მიიღოს ანუ მე რაღაც დაალაგოს აი აქ არის ის მომენტი რომ რას ფიქრობს ურთიერთობაზე არ იყო ადამიანი ჩამოყალიბებული ამ ურთიერთობის მდგომარეობაზე პირდაპირ შეიძლება ესე ითქვას. ადამიანი რას ფიქრობს ურთიერთობაზე რომ თქვენ დაუტოვეთ ამ ადამიანს ძალიან ესეთი გაურკვეველი ემოციები. მე ესე ვხედავ რომ ადამიანი ნახეთ როგორ მომენტში არის შეიძლება მიიღო გადაწყვეტილება წასვლაზე კი ბატონო. შეიძლება არის ის მომენტი რომ პაუზაზე გავიდა და ნუ წასვლისთვის გავიდე პაუზაზე, იმიტომ რომ გადაწყვეტილება აქ აუცილებელი და გარდაუვალი იყო მსგავსი მიმართულებით. ნახეთ, ადამიანი რას ფიქრობს იმას, რომ მას უნდა კომუნიკაცია, მას უნდა თქვენთან რაღაც ესეთი კომუნიკაცია, მაგრამ ამას ძალიან დიდი დრო სჭირდება იმისთვის, რომ ყველაფერი დაალაგებადი იყოს. რას ფიქრობ ამ ურთიერთობაზე? ეცით როგორი მომენტია, ნახეთ, ამ ურთიერთობაზე რას ფიქრობს ეს ადამიანი? რო გითხრათ, რომ საერთოდ რამე ერთადერთი რაც იცის ის არის რომ თქვენ ამ ადამიანში დატოვეთ ის რაღაცა ნაპერწკალი რომელიც არ არის მარტივად დასავიწყებელი და დიდი სიამოვნებით ექნებოდა კომუნიკაცია მაგრამ იმასაც უყუროს რომ ეს არის ურთიერთობა რომელსაც დროის ხარჯვა ახლა ფუჭად ხარჯვა ცოტა ისეთი მომენტია მაგრამ ნახეთ თუ ისეთი წინაპირობა აქ ადამიანს რომელსაც ვერ გადალახავს ხო ნუ მაგალითად პირობითად თუ ოჯახი ყავს ან თქვათ დედა რომელსაც გამორიცხულია რომ მიგიღოთ და ეს ადამიანმა იცის ნახეთ თulis რომ ფუჭად ყრა არის არა მარტო დროის ანუ თქვენი რესურსის და მისი რესურსისაც ესე ვთქვათ რას ფიქრობს ეს ადამიანი ურთიერთობაზე ეს ადამიანი ფიქრობს იმას ურთიერთობაზე რომ ეს არ არის მარტივად განსავითარებელი ურთიერთობა რას ფიქრობ ურთიერთობა აქ არჩევანის წინაშე ყველა ვარიანტი დადგებოდა დღეს გააკეთებდა არჩევანს გუშინ გააკეთა თუ ხვალ გააკეთებდა არ აქვს მნიშვნელობა აქ ხდება ადამიანი რომ აქ უნდა გაეკეთებინა არჩევანი და რაც არ უნდა ყოფილიყო მაინც უნდა წასულიყო ხდებით ნახეთ შეიძლება ადამიანს კონდეს თქვენს მიმართ რაღაც ესეთი მომენტი ემოციური მომენტი, მიჯაჭვულობის მომენტი, სურვილი თქვენთან კომუნიკაციის, იმიტომ რომ კარგად გზნოდა თავს, მაგრამ ადამიანი ფიქრობს იმას, რომ მაინც ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას ამ ურთიერთობის განვითარებას. რაც არ უნდა დრო მისცეთ, ნახეთ პაუზაზე თუა გასული, რაც არ უნდა დრო მისცეთ, რაც არ უნდა დაელოდოთ, ადამიანს ძალიან უჭირს ამ ურთიერთობაზე საუბარი, ანუ ძალიან უჭირს ამ ურთიერთობაზე პასუხისმგებლობის აღება, ურთიერთობის, ესე ვთქვათ, განვითარება, ხო? აი, თითქოს მინდა, მაგრამ რაღაცები მინდა, მაგრამ უკან რჩება, ვერ დგავნაბიც, აი ეს მომენტია ხვდებით და ამაში რაღაცნაირად არ ვიცი რა უშლის, მოდით ვიკითხავ რა უშლის ხელს ესე კონკრეტულად რა უშლის ხელს აქ იცით რა მომენტია, ну შეიძლება ნახეთ
მოდით ესე გეტყვით, აქ არის რამოდენიმე ვარიანტის მდგომარეობა, რა უშლის ხელს. ერთი ის, რომ შესაძლებელია თქვენ ყავდეთ შვილები და ამ ადამიანისთვის ცოტა რთული არის ეს მომენტი. მეორე არის ის, რომ თვითონ ყავდეს ოჯახი და შესაბამისად ამ შემთხვევაშიც რთული არის. ადამიანს რაღაც მომენტში აქვს მიდაჭრილობები, თუმცა კიდევ ერთი მომენტი არის ის, რომ არ ვიცი თქვენი ურთიერთობა რამდენად თქვენ ხართ ამაში გაცნობიერებული, მაგრამ აქ გეტყოდით იმას, რომ ადამიანმა რაღაცეებით ყვილებით დაიწყო თქვენთან ურთიერთობაში, შეიძლება სულაც არ იცით ბოლომდე არ იცნობდით. დაინახეთ, შეიძლება 10 წელი ეცნობთ ადამიანს 10 წლიანი ურთიერთობაა, მაგრამ ბოლომდე თქვენ ამ ადამიანს არ იცნობთ. ადამიანსნი გეტყვით, რომ რაღაცებში ძალიან ბევრ ტყუილს ამბობდა, შეიძლება ითქვას, მანიპულატორი ტიპაჟია, ესე ვთქვათ. მაგრამ კიდევ არის ერთი მომენტი აქ ხელი შემშლად ფაქტორთან მიმართებაში ის, რომ უჭირს ბრძოლა, შესაძლებელი აქ ადამიანი იყოს რაღაცა ზემოქმედების ქვეშ. ვიღაცისთვის თქვათ, მაგიური მომენტები არის, ვიღაცის შეიძლება რაღაცა ჩაკეტილობა ქონდეს ბედის, არის ეს მომენტიც აქ სხვათა შორის. ნახეთ, შეიძლება საგვარეულო პრობლემა იყოს და რაც არ უნდა მოხდეს, როგორიც არ უნდა იყოს ადამიანი, ამ ადამიანს უჭირდეს თუ თქვათ პირობითად არც სწოли ყავს, არც დედა წინააღმდეგი არაფერი, დალაგებული აქ სიტუაცია და ყველაფერი თავდა არც თქვენ ყავთ შვილები, ხო არის ესეთი შემთხვევაც, ხო? აი ამ შემთხვევისთვის მე გეტყვით, რომ აქ არის რაღაცა მაგიური მომენტი, როდესაც ადამიანს უბრალოდ არ შეუძლია ბრძოლის უნარიანი არ არის და ნახეთ, ვერ დგავს ნაბიჯს, ვერ ახერხებს იმას, რომ საბოლოო ჯამში თქვათ, ეს არ არის თქვენთან მიმართებაში მარტო, აი ამ შემთხვევაში უკვე სხვა ვინც არ უნდა იყოს ყველასთან მიმართებაში. ადამიანი ფიზიკურად ვერ გააკეთებს ვერაფერს, ხვდებით? ეს არის სიტუაცია, როდესაც კონკრეტულად თქვენ არაფერ შუაში რო არ ახართ, ხვდებით? ანუ თვითონ ეს ადამიანი ვერ მიიღებს პასუხისმგებლობას. ხო გავიგეთ, თუ არის ის მომენტი, რომ ყავს შვილი, ვერასოდეს ვერ მიიღებს იმას, რომ წამოვიდეს იქიდან და თქვენთან განავითაროს ურთიერთობა. თუ ოჯახი არის წინააღმდეგი, ვერ შეძლებს რომ ოჯახს დაულაგოს სიტუაცია ისე, რომ აი თქვენ კი არა და მე უნდა ვიცხოვრო და მე მინდა ეს ადამიანი რა ჩემთვის არის ძალიან რთულია ამ კუთხითაც რომ დაალაგოს ეს ყველაფერი და ახლა თუ არც ერთი მომენტი არ არის და აქ ადამიანს აქვს რაღაც ესეთი უბრალოდ ვერ დგავს ამ ნაბიჯს, აქ არის ეს მომენტი, რომ შესაძლებელია რომ იყოს კონკრეტულად თვითონ ამ ადამიანის პირადი ჩაკეტვაც, ახლა ეს უკვე ინდივიდუალური საკითხია და შესაძლებელია იყოს აქ რაღაცა საგვარეულო მდგომარეობაც, როდესაც უბრალოდ ადამიანი ვერ შეძლებს შექმნას ოჯახი და რაღაცა მიმართულებები შეცვალოს. აქ არის ძალიან ისეთი ხელისშემშლელი ფაქტორები. ამიტომაც არის, რომ ადამიანი ვერ ფიქრობს ურთიერთობას. ერთადერთი რასაც ფიქრობს, ის არის, რომ უბრალოდ ვერ ფიქრობს, საერთოდ ურთიერთობა როგორ უნდა განავითაროს. ერთადერთი რაც არის ამ ადამიანისთვის არის ის მომენტი, როდესაც აი მე სიამოვნებით მექნება კომუნიკაცია ადამიანთან, ხო? რაღაცა ეს ჩემთვის სასიამოვნო იქნება. ისეთ რა არის, ნახეთ, რატომღაც მიუხედავად იმისა, რომ თუ წასული ეს ადამიანი ან თუ წასულია, ხო, იქ განსაკუთრებით მაგ შემთხვევაში ადამიანი ფიქრობს, რომ შეიძლება თქვენთან ვერ პოულობ და რაღაცა თვითონ ფიქრობს ამას, თან პარალელურ რეჟიმში შეინახეთ, თან არ უნდა თქვენთან აქვს რაღაც ის მომენტი, რომ წყდება გული, მაგრამ მეორე მომენტში თითქოს ისეთი მომენტი აქვს, რომ აი ფიქრობს, რომ ეს ურთიერთობა უბრალოდ რაღაცა იყო ურთიერთობა, რომელსაც უნდა მოეტანა ჩემთვის რაღაცა
ну გვერდში დგომა პირველ რიგში რაღაცა შანსი სასიამოვნო განწყობა, მაგრამ აი ნახეთ სასიამოვნო განწყობა გართულდა ჩემთვის და რახანს ჩემთვის ეს სასიამოვნო განწყობა გართულდა, მე გავდივარ ამ სიტუაციიდან, იმიტომ რომ ნახეთ როგორ რაღაცა ხარ, როდესაც შეყვარებულობის პერიოდი არის ყოველთვის მარტივია, ხო, რაღაცა ვალდებულებები არ არის, არავინ არავის არაფერს არ თხოვს, როცა გაცნობ, მაგრამ როდესაც უკვე გადადის ურთიერთობა ყოველდღიურობაში, სიყვარულში, მონეტრებაში, ხო, მე უკვე ყველა ადამიანს, ну, ავტომატურად მით უმეტეს თუ დასაოჯახებელი ადამიანია, თუ დასაოჯახებელი კი არა და დაოჯახებულ ადამიანებთან მიმართებაში უჩნდებათ ადამიანებს ის განცდა, რომ თუ ბედნიერი არ ხარ იქ და ჩემთან კარგად თავს მაშინ წამოდი და ჩემთან იყავით, არის ეს მომენტი და ხა მე ვერ გავამტყუნებ, ვერც ერთ მხარეს, იმიტომ რომ ну 24/7-ზე რომ ადამიანი იმას ამბობს, რომ მე ბედნიერი არ ვარ, იქ სადაც ვარ და შენთან ვარ ბედნიერი, უკვე გინდა არ გინდა გიჩნდება ხო ეს მომენტი, რომ თუ არ ხარ ბედნიერი, წამოდი მაშინ დაიყავი ბედნიერი. ვინ გიშლის, ხო? ანუ მე თანახმავა, რომ მიგიღო ისეთი, როგორიც ხარ, ხო? ან მიგიღო ისეთი, თქვა შენი ვალდებულებები და არ ვქნი არანაირ პრობლემას, მაგრამ აქ თითქოს ადამიანი თulis რომ თქვენ უნდა ყოფილიყავით ადამიანი, რომელიც დაუბალანსებდა ენერგიებს და ну რაღაცა არ გართულდებოდა. ну აქ აშკარად ადამიანი სამწუხაროდ თulis რომ ეს ყველაფერი აუცილებლად უნდა დასრულებულიყო. არ ვიცი რატო ფიქრობს ესე ურთიერთობას ამერთებაში, მაგრამ ადამიანი ფიქრობს რომ ის უნდა წასულიყო ამ ურთიერთობიდან. ეს გარდაუვალი იყო ან უბრალოდ პაუზა, რომელიც საბოლოო ჯამში როგორც ვიხარით წასვლას მოიტანს, ანუ თulis რომ გარდაუვალია თქვენი ურთიერთობის დამთავრება. არ ვიცი ხა ეს ვისთვის რეზონირდება, ну ცოტა უცნაური ადამიანია. თუ იცი რომ გარდაუვალია ურთიერთობის დასრულება და განვითარება არასოდეს არ ექნება, რატო იწყებს საერთოდ ურთიერთობას, რასაც ვერ ვხვდები მე, მაშინ აზრი აქვს. ყოველ შემთხვევაში მე გისურვებთ სწორი ადამიანები გეპოვათ, სწორი ურთიერთობები გქონდეთ და ბედნიერები ყოფილიყავით თითოეულ თქვენთაგან. მადლობა რომ გამოწვევით კიდევ ერთხელ ჩემი არხის.